როგორი პერიოდი გელით? ჩაიფიქრეთ თქვენთვის ასრველი. რამდენიმე თვე, კვირა, ნახოთ როგორი პერიოდი გელით. შეხედეთ მეგობრებო, 2000 არკანი გაიხსნა. უსაზღრო ბედნიერების და კმაყოფილების პერიოდი გელით. თქვენი ენერგიები იზრდება, ვითარდება. სიცოცხლის უნარიანობა იზრდება. ავლენს გავლენას ყველაფერზე. პენტაკლების დედოფალი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ძვირფასებო. თქვენი ყავით დაპაუზებულ ენერგიებში, მაგრამ ეს ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი განულდა, განადგურდა, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოს ან გიშლიდა ხელს წინწასვლასთან დაკავშირებით. სასწაულებრივი ძალა იგრძნობა თქვენზე. ყველაფერი რის გამოც იბრძოდით, სადაც იყო ბევრი შიში, ბევრი პრობლემა, ბლოკი, ეს ყველაფერი ინგრევა და აგინაზღაურდებათ. ყველაფერი რის გამოც იბრძოდით, შეგეძლება დამსახურებული ასევე კომპლიმენტების მიღებაც, დამსახურებული კომპლიმენტები გექნება. თქვენ მიდიხართ ამ პრობლემებიდან, გადიხართ. ჩიხში სადაც იყავით, სადაც ჩიხი იყო აბსოლუტურად, აი ამ ჩიხში გაქვთ ტრანსფორმაცია, ცვლილება, 13 არკანია მეგობრებო. ნეგატივს ტოვებთ. აღარ იქნებით ისე როგორც იყავით აქამდე. ადამიანები აბსოლუტურად სხვა თვალით შემოგხედავენ. რა ძლიერი ყოფილა უიტყვიან, როგორ შეძლო ყველაფერი იტყვიან, ბევრ ამას იტყვიან საერთოდ, მაგრამ აქცევთ ყურადღებას, იმასაც იტყვიან, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მოიმოქმედა იმისათვის, რომ აი გამოსულიყო ამ პრობლემებიდან ის, რაც სავარაუდოდ არ უნდა გაეკეთებინა, ან ვიღაცას თხოვა, ან ეხმარებიან, მაგრამ თქვენ უსმენთ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი, ნათელი, გრძელი, ლამაზი გზა გაქვს. თქვენი შინაგანი ხარისაც შეშურდებათ, ხვდებით, იმდენად ძლიერი იქნებით. თქვენი შინაგანი მხარეთ კი ძალიან ნათელია. სითბო დადებითი ენერგია მოდის თქვენგან, დადებითი განწყობა და ბევრისთვის ეს განწყობა გადამდებია ძვირფასებო. ბევრისთვის განწყობა გადამდებია და ბევრი ამ განწყობას თქვენგან, შენგან, ჩემო კარგო, იპარავდა. იყო ისეთი პერიოდი, როდესაც საუბრობდით ვიღაცასთან რაღაცაზე, საუბრობდით და ის ადამიანი კარგად ხდებოდა, თქვენ ივსებოდით მისივე ნეგატივით. ხვდებით და ეს ყველაფერი დაიხურა, დამთავრდა. თუ ვინმე, ასე თქვა, დაკარგეთ, ან თუ ვინმე მიგატოვათ ისეთმა, ვინც თქვენს ცხოვრებაში კოშკი მოიტანა, ეს მხოლოდ სასარგებლოა თქვენთვის, თუ ამ ადამიანმა დაგტოვოთ და საერთოდ აღარ გამოდის კონტაქტზე. აუცილებლად უნდა გაიაზროთ უკვე დღეს, უკვე ახლა, რომ თქვენ მიაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც ბევრ ადამიანს უნდა, მაგრამ ვერ აღწევენ. არ ვიცი, ვისი გაშლა არის, თუმცა სითამამე გაქვთ, შეუპოვრობა და სხვებს ეს ყველაფერი არ აქვთ. ახლა თუ ცუდად ხართ, ხო, მაინც გახსოვდეთ, ჩემგან იცოდეთ, გაშლიდან იცოდეთ, ვინაიდან შეგხვდათ ეს გაშლა, ან გაინტერესებდათ გაშლა, ან გიზიდავდათ გაშლა, ან ელოდებოდით. იცოდეთ, რომ ბევრ ამას მიაღწევთ. უკვე მიაღწიეთ ბევრმაც. დასახულ მიზნებს მიაღწევთ.
თქვენი გავწყინების დრო არის მოსული. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ ყვაყოფილება იგრძნოთ, ფინანსებშიც ძვირფასებო, ფინანსური არხი სტაბილურდება თქვენი, ნელ-ნელა სტაბილურდება. იცით როგორი ხართ? თქვენში შთაგონების წყაროს იხილავენ სხვები. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წარუმატებლობის და სხვების აზრის მიუხედავად თავისი მიზნებისკენ ისწრაფვის და არ იღლება. ამაში გეხმარებათ იეროფანტი, ნათელი ძალა. თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ასევე და ბედის ბორბალიც. უზანაესი ძალების დახმარებით ყველაფერს შეძლებთ. არ ვიცი რა ბლოკებში ხართ დღეს, ახლა, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. თქვენ უკვე გზაზე ხართ, საიდანაც ყველაფერს ძველს ტოვებთ წარსულში, რაც არ გემსახურებათ და მიდიხართ ახალი ლამაზი ცვლილებებისაკენ. ცოტაც დარჩა, იქნებით გამარჯვებული. წინ გელოდებათ ლამაზი, ნათელი, გრძელი გზა. ბლოკების გარეშე, პრობლემების გარეშე, ძალიან ბედნიერი და ძალიან წარმატებული. მოვიწონოთ გაშლა, დავწეროთ კომენტარი, მივიღოთ ინფორმაცია, წარმატებები თქვენ მომავალ შეხვედრამდე.